3 წლის წინ, როდესაც საოკუპაციო ძალები უკრაინულ ქალაქებს ალყაში აქცევდნენ, ათასობით უკრაინელი ქალი და ბავშვი ცდილობდა თავშესაფარი ეპოვა. მათ შორის ბევრი ჩამოვიდა საქართველოში. შემდეგ იყო კიდევ ერთი რთული გზა. უკრაინელ ლტოლვილებს სოციალური ინტეგრაცია და ეკონომიკური განვითარება სჭირდებოდათ. ამაში მათ საერთაშორისო ორგანიზაციები ეხმარებიან. მათ შორის ქეა კავკასია, გაეროს განვითარების ფონდი და ორგანიზაცია უკრაინელი აქტივისტები საქართველოში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, დავიწყეთ მათი ბიზნესების და ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ეს ადამიანები არ იყვნენ ჩამოკიდებული ჰუმანიტარულ დახმარებაზე, ეს არ არის მათთვის ღირსეული და არავისთვის არ არის ეს სასიამოვნო. გვაქვს პროექტი უკრაინელი ლტოლვილებისთვის და ამ პროექტის ფარგლებში ვეხმარებით უკრაინელ ლტოლვილებს, რომ საქართველოში იყვნენ უკეთ ინტეგრირებული და ასევე მათ ჰქონდეთ ცდომა სოციალურ და ეკონომიკურ სერვისებზე. კონკრეტულად ჩვენ ვმუშაობთ მცირე ბიზნეს მიმართულებით და ვეხმარებით უკრაინელ ლტოლვილებს, რომ წამოიწყონ საქართველოში მცირე ბიზნესი და ამ კუთხით უკვე 39 უკრაინელ მეწარმეს დავეხმარეთ. შესაბამისად დღეს 39 ბიზნესი, უკრაინული ბიზნესი უკვე ოპერირებს საქართველოში, რომელსაც დასაქმებული ყავს 80 ადამიანზე მეტი. და ომიდან 3 წლის თავზე უკრაინელების ნაწილმა შეძლო ეკონომიკური თუ სოციალური ინტეგრაცია. მათ შორის არიან ვალერია და ალიონა, რომლებმაც საკუთარი ნამუშევრები ომის 3 წლის თავისადმი მიძღვნილ სპეციალურ ღონისძიებაზე წარადგინეს. თავიდან, როცა საქართველოში ჩამოვედი, გამირთულდა, მაგრამ 2 კვირის გასვლის შემდეგ მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა. რაღაც უნდა დამეწყო და დავიწყე სხვადასხვა სამკაულის შექმნა. თავიდან გამიჭირდა, რადგან ენის ბარიერი მქონდა, არ ვიცოდი ქართული, თუმცა ქართველი ხალხი და სხვადასხვა ორგანიზაციები ამ სირთულის გადალახვაში დამეხმარნენ. ახლა ცოტას ქართულადაც ვსაუბრობ. ჩემი პატარა ბიზნესიც ვითარდება. აქ ბევრი მეგობარი გავიჩინე. მართალი გითხრათ ძალიან რთული იყო, რადგან ამ დროს უცხო ვიყავი. არ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა. ფიქრობდი, რომ ომი შეიძლებოდა მალე დასრულებულიყო და ჩემს სახლში დაუბრუნებულიყავი. თუმცა ასე არ მოხდა. აქ საცხობი გავხსენი, სადაც ღვეძელებს და უკრაინულ პურს ვაცხობ. ვცდილობ, რომ ყველაფერი გავაკეთო, რადგან არავინ იცის, რა იქნება ხვალ. ვგრძნობ, რომ ახლა ჩემი ადგილი აქ არის. გულშემატკივრობ ჩემს სამშობლოს უკრაინას. იქ ჩემი მშობლები ცხოვრობენ და მე მუდმივად ნერვიულობ მათზე. დღეს საქართველოში დაახლოებით 29,000 უკრაინელი ცხოვრობს. ცხოვრობენ იმედით, რომ მალე მათ სამშობლოში სამართლიანი მშვიდობა დამყარდება და დაუბრუნდებიან საკუთარ სახლებს.